ჩვენ ვბრუნდებით დღევანდელი გადაცემის მორიგ სტუმართან ერთად გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის, როგორც დისციპლინის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჯანდაცვის სტანდარტში საუბარს ვაგრძელებთ. დარგის სპეციალისტთან და პროფესიონალთან ერთად ნათია სხვითარიძე, გლობალური ჯანმრთელობის სპეციალისტი შემოგვიერთდა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის პირველი სასწავლო კურსის დანერგვას აკადემიურ სივრცეში. მოგესალმებით ნეთი. მოგესალმებით. მადლობა ნათია. მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. რა საჭიროა? პირველი კითხვა ასეთი მექნება, რა საჭიროა თქვენი აზრით ჯანმრთელობის გლობალური დიპლომატიის სწავლება და კურსის შექმნა და რატომ უნდა განახორციელონ ეს უმაღლესმა სასწავლებლებმა უნივერსიტეტებმა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მინდა წარმატება ვუსურვო ამ ძალიან საინტერესო პროექტს. ნათია სხვითარიძე, პროფესიით ექიმი, სერტიფიცირებული მიან გინეკოლოგია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 2001-2008 წლებში ეწეოდა კლინიკურ საქმიანობას. გავლილი აქვს სტაჟირება ამერიკის შეერთებული შტატების მოზეს ტეილორისა და თურქეთის ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალებში. 2010 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2011 წლიდან ბიზნესის მართვის მაგისტრია ჰოსპიტალების ადმინისტრირების მიმართულებით. 2021 წლიდან იგი არის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული ექსპერტი. ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკულ უნივერსიტეტს ნათია სხვითარიძისთვის მინიჭებული აქვს ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ჯანდაცვის მეცნიერებებში, სადაც იკვლევდა დედათა სიკვდილიანობასა და ავადობის საკითხებს. არის ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის გლობალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კონსორციუმის და გლობალური ჯანმრთელობის კვლევის ნორვეგიის სკოლის წევრი. არის 20 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რაც მრავალმა თქვენმა რესპონდენტმა უკვე აღნიშნა, რომ დღევანდელი მსოფლიო ჯანდაცვის საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის არის კლიმატური კრიზისები, პრობლემები, რომლებიც მოითხოვს სახელმწიფოებისგან ჯანდაცვის სექტორის სწრაფ მობილიზირებას და პასუხის გაცემას. რაც თავარი ასევე დიდ პრობლემად რჩება სამედიცინო სერვისებზე და პროდუქტებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამ პრობლემების გადაჭრა მოითხოვს არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს საფუძვლიან ცოდნას, არამედ ინტერდისციპლინურ მიდგომასაც, რაც ასევე გულისხმობს, რომ დარგის სპეციალისტებმა უკვე კარგად უნდა იცოდნენ ისეთი მიმართულებები, როგორიც არის სამართალი, პოლიტიკა, თანამშრომლობა სხვა სექტორის წარმომადგენლებთან, მოლაპარაკებები, რაც დიპლომატიური უნარჩვევების განვითარებასაც მოითხოვს. შესაბამისად, პასუხი უკვე არ შეიძლება შემოიფარგლოს ჯანდაცვის სექტორით და ის გასცდა მის ფარგლებს. გამომდინარე აქედან, აი ეს ახალი დისციპლინა შედარებით გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატია მოიცავს ამ ყველაფერს ერთად. ეს არის არა მარტო საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, არამედ დისციპლინა, რომელიც ასევე მოიცავს თავის თავში საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნას, მოლაპარაკებების ტექნიკის ფლობას, თავისთავად სამართალს და აი ესეთი ინტერდისციპლინარული მიდგომის სწავლების უზრუნველყოფა დღესდღეობით თავისთავად ყველაზე კარგად შეუძლია აკადემიურ წრეებს, უნივერსიტეტებს, ინსტიტუციებს, სადაც შესაძლებელი არის, რომ ეს ცოდნა ერთად მოხდეს, აკუმულირება მათი, გენერირება და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დაინტერესებულ მსმენელებთან გაზიარება და მათი მიწოდება. შესაბამისად, დღევანდელ დღეს ამ მიმართულებით სპეციალისტები აღჭურვილი უნდა იყვნენ თავისი სფეროს ცოდნით ერთის მხრივ და ამავე დროს საჭირო არის მომიჯნავე დარგებიდან წამოიღონ გარკვეული ცოდნა და სწორედ ამიტომ უნივერსიტეტებმა, აკადემიურმა სფერომ შეუძლია ეს უზრუნველყოს. დღესდღეობით გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის სასწავლო კურსი, მე ვიტყოდი, რომ ბევრ უნივერსიტეტში არ ხორციელდება, შედარებით ახალი მიმართულება არის, დისციპლინა არის, მაგრამ ის უნივერსიტეტები, რომლებიც გვთავაზობენ ამ კურსს, ძალიან სახელოვანი, ცნობილი და ჩვენი მიმართულებით საკმაოდ ფლაგმანი არიან. ყველა ვიცის ეს სახელები, მათ შორის როგორიც არის პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც უზრუნველყო ესეთი კურსი, ეს არის Graduate University Geneva, რომელიც შვეიცარიაში არის. ასევე ეს კურსი აქვთ ჰარვარდის უნივერსიტეტს, კოლუმბიის უნივერსიტეტს, სიდნეის უნივერსიტეტს, ტორონტოს, საკმაოდ ცნობილ და წარმატებულ London School of Hygiene and Tropical Medicine. ასევე გვთავაზობს Johns Hopkins's Bloomberg-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა. როგორც აღნიშნე, დიდი არ არის
პროფესია და ფართო არ არის ჩამონათვალი, მაგრამ თითოეული მათგანი საკმაოდ წონიანი უნივერსიტეტი არის. გარდა ამისა, ამ კურსის შეთავაზებით თვითონ უნივერსიტეტებიც საკმაოდ კარგად პასუხობენ იმ მისიას, რაც მათ აკისრია და საზოგადოებიდან წამოსულ დაკვეთას, რომ დროულად უზრუნველყონ ის კადრები და იმ პროფესიონალების გამოშვება და მათი დასაქმების ხელშეწყობაც, რომელიც დღეს ყველაზე მეტად არის მოთხოვნადი და რომელებიც შეძლებენ, რომ უზრუნველყონ გლობალურ პრობლემებზე, აი ამ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, პასუხის გაცემას, პრობლემების გადაჭრას, თუმცა ამავე დროს მაქსიმალურად შეძლებენ, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები იყოს გათვალისწინებული, სახელმწიფოს პოლიტიკა იყოს მხედველობაში მიღებული და ნაკლებად მოითხოვს უკვე კომპრომისებზე წასვლას. ნათია, საინტერესოა სწორედ აქედან გამომდინარე, ვინც დაინტერესდება გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის სწავლებით. რა პროფესიული პერსპექტივა უჩნდებათ ამ სტუდენტებს და იმ ადამიანებს, ვინც აი ამ კურსს გაივლის და რა პერსპექტივაა მათ შორის აი დასაქმების ნაწილშიც? ძალიან საინტერესო შეკითხვა არის, იმიტომ რომ ისევ დაუბრუნდები, რაზეც ვსაუბრობდი, რომ ყველაზე კარგი ამ კურსის გავლის შემდეგ არის ის, რომ თვითონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, გლობალური ჯანმრთელობის სპეციალისტები საკმაოდ მყარად დგანან ფეხზე და იციან ის უნარები აქვთ უკვე, რომელიც მათ სასწავლო პროგრამაში ნაკლებად არის გათვალისწინებული, დიპლომატიური უნარჩვევები, როგორიც არის მოლაპარაკება, სტრატეგიული აზროვნება, შესაბამისად ამის გათვალისწინებით დაგეგმარება, მაგრამ ამავე დროს ჯანდაცვის გარეთ სფეროს წარმომადგენლები, როგორიც არიან პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღებები, ოფიციალური პირები, ისინიც თავის მხრივ აღჭურვილი იქნებიან უკეთესად გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მეტი ექნებათ, მეტად არიან ჩახედულები ამ სფეროში და შესაბამისად მათი პოლიტიკა იქნება ბევრად უფრო მორგებული საჭიროებებზე და მინდა კიდევ ერთი აღვნიშნო, რომ ეს კურსი ძალიან მნიშვნელოვანი არის და საჭირო არის შედარებით ახალი პროფესიისათვის, როგორიც არის ჯანდაცვის ატაშეები. ყველა ქვეყანას სამწუხაროდ ჯერ არ აქვს ფუფუნება, რომ ამ მიმართულებით სპეციალისტები ყავდეს, ძირითადად ეს არის მაღალშემოსავლიანი ქვეყნები და ესეთი ადამიანები დასაქმებულები არიან თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და კურირებენ ჯანდაცვის საკითხებს. შესაბამისად, მათთვისაც ეს ძალიან უნიკალური და საინტერესო კურსი არის, რომ უფრო მეტად ჩაიხედონ რა ხდება ჯანდაცვის სფეროში. და კიდევ ერთ დავამატებ, გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ კურსის გავლა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, რომ აი ეს საკითხები, ეს პრობლემები დღის წესრიგიდან არ იქნას მოხსნილი, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ და გააგრძელონ ადვოკატირება და ლობირება ჯანმრთელობის საკითხების და აი ჩვენ სწრაფად ცვალებად გარემოში, როდესაც პრიორიტეტები, საჭიროებები, პრობლემები სულ ახალ-ახალი წარმოიქმნება და იცვლება, არ მოხდეს ჯანდაცვის საკითხების დღის წესრიგიდან ამოწერა და მათი სხვა პრიორიტეტების ნაცვლად ჩანაცვლება, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში, ვინაიდან პრობლემები ახალ-ახალი წარმოიქმნება, მართალია შეიძლება ერთი გადაჭრილი იყოს, მაგრამ არის რიგი პრობლემები, რომლებიც მუდმივად არის აქტუალური და კიდევ ახალი საჭიროებები ჩნდება, მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება ისეთი საკითხები, რომელიც მუდმივად ითხოვს მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან რთული იქნება. თანამშრომლობა ნამდვილად საჭირო არის. რამდენადაც ვიცი, ჩვენს აკადემიურ სივრცეშიც ხდება გლობალური ჯანმრთელობის აი დიპლომატიის სწავლება საქართველოს უნივერსიტეტის სივრცეში, აი ამ ნაწილში რამდენად არის საქართველოს სტუდენტების მხრიდან დაინტერესება? მინდა ძალიან ამაყად განვაცხადო, რომ მიუხედავად სია უნივერსიტეტებისა, რომლებიც ამ კურსს აწვდიან, დიდი არ არის, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც არის და საქართველოს უნივერსიტეტი რეგიონში პირველი არის, ვინც ანალოგიური კურსის შექმნა და უკვე 2023 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობის ხელშეწყობით ეს კურსი ტარდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ჩატარებული იქნა 2 კურსი
კურსი 2023 და 2024 წელს, ხოლო შემდგომ მესამე კოჰორტაში მხარდაჭერა გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების ფოგარტის საერთაშორისო პროგრამამ და მან უზრუნველყო, რომ ჩვენი დოქტორანტებისათვის, ჩვენი ქვეყნის დოქტორანტებისთვისაც მიწოდებული ყოფილიყო ეს კურსი და აქვე დავამატებ, რომ ჩვენს კურსს და საქართველოს უნივერსიტეტს აქვს ძალიან დიდი სურვილი და პოტენციალიც, რომ ეს კურსი ინგლისურ ენაზე შესთავაზოს არა მარტო ჩვენი ქვეყნის დაინტერესებულ მსმენელებს, არამედ რეგიონში გარდაიქმნას ეგრეთ წოდებულ ჰაბად, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, რომ აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნების აკადემიურ სფეროებშიც დაინტერესებული პირები ჩართოს, მიიღოს და არა მარტო გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის კურსი შესთავაზოს, არამედ გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა და კვლევები. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა.